ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს. საქართველოს ოპოზიციას რომ ბევრი სტრუქტურული პრობლემა აქვს, ეგ ახალი არ არის. მაგრამ ეს არ არის ხო აი ამ რაღაცა პოლიტიკანური დისკუსიის, ტექნიკურობების დისკუსიის საკითხი. მე ვერ ვილაპარაკებ მთელი ოპოზიციის მაგივრად, სწორად გამიგებ. ბატონი თქვენი სახელით ისაუბრეთ. ბატონი გია ანალიტიკოსია, მე შემიძლია ვილსაუბრო ძლიერ საქართველოს შესაძლებლად, ძლიერ საქართველოს პოზიციონირებაზე, ძლიერ საქართველოს პოზიციონირება, სტრატეგიული ხედვა ყოველ შემთხვევაში იმისათვის, როგორ უნდა შეიცვალოს ივანიშვილის რეჟიმი, არ შეცვლილა იმ დღიდან, რა დღიდანაც ჩვენი პარტია დაფუძნდა და პოლიტიკაში შევედით. ჩვენ ამ პროცესს უყურებთ, რა თქმა უნდა, ზუსტად ისე როგორც ნებისმიერ ჩვენ თანამოქალაქე უყურებს ქალბატონებმა. ძალიან რთულად, ძალიან მძიმედ ეს არის რთული კონსტრუქციის ავტოკრატია, რომელიც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბა და ის ამ პროცესში მარტო არ არის, მას ზურგს უმაგრებს რუსული სპეცსამსახურები. ამიტომ ამ წინააღმდეგ ბრძოლაში უნგრეთშიც ხო? კი, მათ მივალ აუცილებლად და მე ვეტყვი რომ უნგრეთში ბევრად უფრო მძიმედ. ასევე ზურგს უმაგრებდა რუსეთი და მინდა გითხრა რომ JDS პირადად ჩავიდა და მხარდაჭერა შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო ცალსახა და აშკარა. ძალიან სწორი აქცენტია ქალბატონი, მაგრამ ვინმე თუ გონია რომ უნგრეთი რაღაც უფრო მარტივი ამოძროს მისმენ კოლეგებისგან, ჩემს აზრით აბსოლუტურ გუნურ პოზიციონირებას იმისთვის რომ რაღაც რაღაცეები გადაფარონ და წარსულში თავის შეცდომაც თვლიან, რაღაცა ალაითებენ უნგრეთის მდგომარეობას. არაფერი გასალაითებელი უნგრეთის მდგომარეობას. კონკრეტულად არ მინდა მე არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაცა. სულ ველოდები იმ დროს და მომენტს, როდესაც ოპოზიცია ღიად დაიწყებს, მათ შორის საკუთარი კოლეგების, არ ვიცი, გარკვეულ შეცდომებზე მოდიათ ასე ვთქვათ, ან ისეთ ხედვაზე ღიად საუბარს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მათ ხედვასთან და შესაძლებელია საერთო ოპოზიციური ამომრჩევლისთვის იყოს საზიანო. უბრალოდ არ მესმის აი ეს ხელის დაფარების პოლიტიკა სადამდე უნდა გაგრძელდეს. ეხლა ვაფარებ ხელს? კი, იმიტომ რომ არ ამბობთ კონკრეტულად ვის გულისხმობთ. აი ვინ ალაითებს მადიარის მიღწევებს უნგრეთში, იმიტომ რომ ჩვენ ხომ გვინდა რომ უნგრეთის მაგალითი განმეორდეს საქართველოში. ან შესაძლებელია არ გვინდა. შევცვალოთ ხელისუფლება. შეცვალეს უნგრეთში ხელისუფლება, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო ჩაბეტონებული, შეცვალეს არჩევნებით, ისე რომ ორბანმა 2 საათში დარეკა და მიულოცა მადიარს არჩევნებში გამარჯვება, რა ვიცი ხა. ხო, მაგას რაღაც გაკვეთილები გამოსადენა გვაქვს. თუ შეიძლება დაუბრუნდებით. კი, აუცილებლად ის ყურადღებით. საკითხი არის ძალიან მარტივია. ჩვენ ამ ამბავს ვდგებოდით პირველი წუთიდან დაარსებისა, სტრატეგიულად ისე, როგორც უყურებთ ეხლა და როგორც უყურებთ შუაში. რომ ეს არის ხელისუფლება, რომლის წინააღმდეგაც ქართული ხალხის მობილიზებაა საჭირო და ქართული ხალხის მობილიზება არის საჭირო არჩევნებს. ხელისუფლების შეცვლის სცენარი ლელოში ძლიერ საქართველოში ჩვენ წარმოგვიდგენია არჩევნებით. უნგრული მაგალითი არ მინდა, აი ჩემთვის ის კი არ არის მთავარი რაღაცა, ან ვინმეს ნიშნის მოგებით ველაპარაკო, ან როგორც თქვენ ამბობთ ქალბატონი იმ რომ ან ვინმეს ხელი დავაფარო, ან ვინმეს თვალებიდან ხელი ავიღო. ეს ქართულ ხალხთან სალაპარაკოთ, მე მგონი ეგ ძალიან ისეთი ვიწრო დეტალები არის. ჩვენ საზოგადოებას მინდა დავანახო ერთი რამ. დავანახო ის რომ მიუხედავად იმისა, რომ თელი კოლეგები ამბობენ, რომ აი უნგრეთის სხვა ვითარება, კი უნგრეთის სხვა ვითარება იყო და ბევრად უფრო მძიმე. საარჩევნო სისტემა, რომელიც ვიქტორ ორბანმა შექმნა, იყო ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენთან არის. ჩამკეტების თელი ერთობლივ ამის წინათ უსმენდი ტელევიზორში. არა კოლეგას ამ შემთხვევაში ვინმე სხვას რო არის ფიქრობთ, რომ ვიღაცას ხელს ვაპარებ, მე მგონი აქტივისტი იყო, რომელიც ამბობდა იმას, რომ არა უკრძალიაო ხმის მიცემა საზღვარგარეთყოფი თავდამოქალაქეებისთვის, როგორ არ უკრძალია, აუკრძალია დაახლოებით 600,000 ადამიანი მოაქცია ისეთ ვითარებაში უნგრელები, რომელიც მისი მმართველობის დროს წავიდნენ, ფაქტურად ხმას ვერ აძლევდნენ. სამაგიეროდ პასპორტები დაარიგა ეგრეთ წოდებულ დიდი უნგრეთის ტერიტორიებზე, მეზობელ ქვეყნებში იცით რომ იყო ასეთი ტრიანონის შეთანხმება, რომელიც უნგრეთი ფაქტურად ნახევარ ჩამოაშორა მეზობელი ქვეყნების სასარგებლოდ და ძალიან ბევრი უნგრელი ცხოვრობს აი ამ მოსაზღვრე რეგიონებში, რუმინეთშიც, სერბეთშიც, ბულგარეთშიც. ამ ხალხს პასპორტები დაურიგა და რაღაც ნაციონალისტური ის გაუღვივა სენტიმენტი და ისინი მასაძლევდნენ მხოლოდ ხმას მათ მობილიზებას აკეთებდნენ. საერთოდ. ეს არის ქვეყანა, სადაც ოპოზიციური მედია საშუალება იყო 3 გაზეთი, რომელიც ქვეყნის გარეთ იბეჭდებოდა და ძალიან პატარა ტირაჟით ქვეყანაში შედიოდა. მაგალითად, ბატონი მადიარი არასდროს არ ყოფილა ტელევიზიაში თელი კამპანიის მანძილზე. რადიო და YouTube არხებზე, სოციალური ქსელები ჰქონდა ძალიან მძლავრი კამპანია და მისი მთავარი, ასე ვთქვათ, გამარჯვების ბერკეტი იყო უშუალო კომუნიკაცია ხალხთან. ანუ ცნობილია, რომ ის ჩადიოდა ისეთ სოფლებში და დასახლებულ პუნქტებში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი
თვალით არ ყავდათ ნანახი. მე მაინტერესებს, რადგან არ გინდათ ზოგადად ოპოზიციის სახელით საუბარი, ლელოს სახელით მესაუბრეთ, მესმის, გავიგე. აი, ლელო თუ აპირებს რაიმე მაგალითების გამოტანას, აი ამ წინასაარჩევნო კამპანიიდან, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდა. მაგის თქმა მინდა. ანუ ჩემთვის ეს რაღაც რამოდენიმე დღეა ჩვენ ვხედავთ 1000 იმას რა ქვია უნგროლოგს და სპეციალისტებს როგორ უნდა ჩაატაროთ თურმე კამპანია, რომელიც აქამდე არ ჩანდნენ. ეხლა გამოჩნდნენ და ყველამ რაღაცა აი ამ უნგრული მოდელის ზოგმა რა ვიცი ერთი და იგივე დაბადების დღე გვაქვს, ამას წინათ სოციალურ შეხვდა, ვიღაცებმა მე იგივე ფერის თმა მაქვს და ასე შემდეგ რა ცოტა სიგიჟეში გადაგვიდეს ეხლა ეს ყველაფერი, ამიტომ ამაზე არ ვლაპარაკობ. რატო ვახცენე ეს მაგალითი? იმიტომ რომ მე თქვა რომ საარჩევნო სისტემა უნგრეთში იყო ძალიან მძიმე, ძალიან ფაქტურად მოუგებადი იყო ნებისმიერ ოპოზიციური პარტიისთვის და ის ტრადიციული ოპოზიცია რომელიც უნგრეთში ყავდა ამას ვერ ახერხებდა. ხოლო მაგრამ ეს მოახერხა. როგორ? მოახერხა არჩევნების გზით. თავარი რა არის? შეხედეთ, პირველი არჩევნების გზით. უნგრეთი ორბანი, რომელიც არის საარჩევნო სისტემის შეცვლის გარეშე, ყველაფრის შეცვლის გარეშე. აი ამ რაღაცა ფეხების ბაკუნის გარეშე. ფეხების ბაკუნის გარეშე. ზუსტად იმის ზახილით რომ ამ სისტემაში, ამ უბედურებაში, ამ რუსულ სპეცოპერაციაში, სპეცოპერაცია იქნება. ეს არის უკიდურესი ინფანტილიზმი, აი დამაზიანებელი ინფანტილიზმი, ვინმეს თუ გონია, რომ არჩევნები, რომელიც უახლეს ჩატარდება, რომელიც უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება, ეს იქნება სამართლიანი არჩევნები. არ იქნება სამართლიანი არჩევნები, როგორც არ იყო არც ერთი არჩევნები, რომელიც ქართული ოცნების პირობებში ჩატარებულა, არც მანამდე ნაციონალურ მოძრაობას. არ იქნება სამართლიანი არჩევნები. ამიტომ რა არის ამოცანა? ამოცანა არის, რომ ისეთი უპირატესობით გავიმარჯვოთ, იმდენი ხალხის მობილიზება, მოვახდინოთ, რამდენი ხალხიც ვერ ყალბდება. ის რაც მოხდა უნგრეთში, იმიტომ რომ ამას ზღვარი გაქვს, ხო? ამის იქით ხელისუფლება უნდა გადადგოს საბჭო ძალადობრივად ადგილობრივი არჩევნებისთვის და დადიოდით, კარდაკარ ელაპარაკებოდით, რეგიონებში ჩადიოდით, ხალხის ასე ვთქვათ, ყველაზე მტკივნეულ თემებზე აქცენტირებდით, გამოვიდა რაიმე? გავტანემა, შეხედეთ, რა არის მთავარი? თქვენ თვითონ ახსენეთ, ხო? მთავარი არის დამთრგუნავი უმრავლესობა, ბევრი ხალხი. ანუ ისეთი უმრავლესობით გამარჯვება, რომელსაც უბრალოდ ვერ დაამარცხოს. ანუ იმის დემონსტრირება, რაც რეალობა არის საქართველოს და რაც რეალობა იყო უნგრეთში. ანუ იმის დემონსტრირება, რომ უმრავლესობა ჩვენი მოქალაქეების, როგორც უნგრელების, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა დღეს არის უკმაყოფილო იმ რეალობით, რომელშიც ცხოვრობს. მას აღარ უნდა ამაში ცხოვრება და უნდა ცვლილება. ოღონდ უნდა ცვლილება ალტერნატივის სწორად დანახვებით. ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძლიერ საქართველოში, რომელიც მიგვიღია მთელი ამ პროცესის მანძილზე, მგონია რომ სწორედ ამ მიზნის გარშემო ტრიალებდა. ჩვენ ზუსტად ნახევარი წლის წინ ვეუბნებოდით ყველა ჩვენ კოლეგას, რომ ეხლა გვაქვს შანსი. მიუხედავად აი ყველაფრისა, რაც ხდება, ჩამკეტებისა, უბედურებისა, რასაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის, დღეს გვაქვს შანსი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა წინა 1 წლის მანძილზე. ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამაზე, ერთხელ ვიტყვი და მე ნამდვილად არ ვუყურებ ამის გამეორებას. მიუხედავად იმ ყოველისა, მაგრამ ჩვენ უპირატესობა გქონდა თვითმმართველობის არჩევნებზე. ის რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს ივანიშვილმა რა გააკეთა 1 წლის მანძილზე. ჩვენ შეგვეძლო რომ თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური გამარჯვება მოგვეპოვებინა და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნებოდა შემდგომი ბრძოლისთვის. არა ხელისუფლების ცვლილებისთვის იმ მომენტში, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ გადამწყვეტი და გადამწყვეტი ზიანის მიყენება შეგვეძლო. ამაში არა ჩვენ ამ ოპოზიციამ წაგაგებინათ რეალურად არჩევნები, თორემ მე ამას არ ვამბობ, მე მინდა რომ რეალობაზე ვილაპარაკო. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ მარტო ლელოს ქონდა დიდი უპირატესობა. ქართულ ოპოზიციას იმ მომენტში ქონდა დიდი უპირატესობა. იცით რატო ქონდა ეს უპირატესობა? იმიტომ რომ საქართველოს, იმიტომ კი რომ წინავთ და საოცრად კარგები ვართ, იმიტომ რომ ქართულ მოუწნებამ თლიანად გამოავლინა თავისი სახე წინა 1 წლის მანძილზე. და ჩვენმა კოლეგებმა იმის მაგივრად რომ პოლიტიკურად გვეფიქრა იმაზე რომ სწორი გადაწყვეტილებისკენ წავსულიყავით იმ ხელანი ჰილიზმი დათეს არჩევნებისადმი საქართველოში რომ აგერ უნგრეთის არჩევნებად ძვირ შემოაბრუნა ეს ქვეყანა იდეისკენ რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა შეიძლება. მათ შორის საუბედურებაშოსაც მიუძღვის თავისი სულელი აი ამ მაშინ დაჭირდა დღეს მე არ ვიტყობოდი ზურაბიშვილისგან. მე მივესალმები ქალბატონ ზურაბიშვილის ეხლა სწორ პოზიციას. ვერ მივესალმები მის აბსოლუტურად არასწორ პირდაპირ ვიტყვი პოლიტიკურად მცდარ და ბეც პოზიციას რომელიც იყო რომ მე დღეს არჩევნებში არ წავალ და არავინ არ უნდა წახვიდეთ, როცა ჩეზო მათ შორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი. მამუკა ხაზარაძის შემოთავაზება რა იყო ერთ-ერთი? რომ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნის, რომელიც არა კონსტიტუციური გზით შეცვალეს, ის ყოფილიყო საერთო კანდიდატი. ოღონდ არ შეგაგეთ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი, ანუ ყველა შემოთავაზებულ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს გულისხმობს ის, იმიტომ რომ თქვენ როგორ გაიგეთ, იმიტომ რომ მოვისმინეთ ხო ოპოზიციური ცხრიანის, ანუ ბოიკოტის ერთ
ერთგული ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები, მაგალითად თამარ ჩერგოლიშვილი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს თავისუფალი არჩევნების იდეა არც ერთ ეტაპზე არ უარყვია, ყველა ეტაპზე ემიჯნებოდა ძალადობრივ სცენარს. ანუ ამ შემთხვევაში მათ შორის იგულისხმება ადგილობრივი არჩევნები, ყველა ეტაპზე ითხოვს თავისუფალ არჩევნებს. 4 ოქტომბერს არჩევნებს არავინ ითხოვდა, 4 ოქტომბერს ითხოვდნენ ხელისუფლების გადაბარებას მშვიდობიანი ხო მშვიდობიანი მეთოდებით. ნუ ჩაბარებას შეიძლება ასე ითქვას. ხო, ეხლა სხვა გაზზე არის ლაპარაკი, როდესაც ჩვენი კოლეგები ლაპარაკობენ. ჩვენ მარტო ისეთ არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობას, რომელიც რაღაცა ღვთაებრივი იქნება. ეხლა სხვა გაზზე არის ლაპარაკი. ეხლა იგივე მოთხოვნები გესმით, რაც ისმოდა 4 ოქტომბერს? არა, შეხედეთ რა. მშვიდობიანი რევოლუცია იყო 4 ოქტომბრის მთავარი გზავნილი. ახლა რაც გესმით, აი რატომ მოიყვანეთ ეს შედარება? რაზე შედარება? აი ეხლაც ხომ ეს იგივე გესმით, რაც გესმოდა დღეს გავიგონე, დღეს მარტო დღეს მაგალითად ისევ გავიგერო, ივანიშვილი კი არ ჩაატარებს არჩევნებს, რაღაცა გადმოგვაბარებს და ვიღაცა ჩაატარებს არჩევნებს და ქართულ საზოგადოება არის ძალიან ისეთი ამ 35 წლის მანძილზე უკვე საკმაოდ გამოცდილი ელექტორალურ პროცესებში, მათ შორის და სიმართლე ტყუილის გარჩევაში გამოცდილი საზოგადოება არის. ამ გამოცდილ საზოგადოებას ესმის ძალიან კარგად. რა არის რეალისტური და რა არ არის რეალისტური. დამაზიანებელია ასეთ განცხადებების გაკეთება. ქალბატონო ემა, ისე ესმის ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობას, ისე ზუსტად ესმის, რომ ძახილი დღეს რო აი სანამ ყველაფერი სუფთა არ იქნება, ინგვანიშვილი რაღაც დამოუკიდებელ ორგანოს არ შექმნის. ფაქტობრივად ხელისუფლების დროებით მთავრობას არ გადააბარებს. ისე არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მოწვეული, ის არის მარტო კაი არჩევნები, როგორც მე და თქვენ გვესმის რომ ეს არარეალისტურია და ინფანტილურია, ისე ესმის ქართულ საზოგადოებას. ანუ ჩვენთვის თავარი ის კი არ არის არჩევნებში სისტემაზე ვიზრუნოთ ამდენია. აგერ უნგრეთის მაგალითად მარჩვენ რომ თავარი არის ხალხს ველაპარაკოთ, ადამიანების მობილიზება გავაკეთოთ, დავანახოთ ადამიანებს რომ ალტერნატივა არსებობს. თავარი რა იყო ახლა? კიდე ერთხელ ვიმეორებ, კი არ ვცდილობ რომ ის რაც მე მაინტერესებს ამოიღო. მოდიში ამას ვიტყვი რა. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ აი თავარი წერტილები რა იყო წარმატების მომტანი, ამაზე ვილაპარაკო. თავარი ერთ-ერთი წარმატების მომტანი ხო ის იყო რომ ეს კაიკაცი ბატონი მადიარი ხალხს ელაპარაკებოდა თავის პრობლემებზე და დაანახა ალტერნატივა ქალბატონოებმა. ანუ გამოჩნდა ალტერნატივა, რომ ეს კაცი არის შესაძლებელი. მაგრამ არანაირი ოპოზიცია მას არ გაუერთიანებია. ანუ შეხედე, აქ არის სხვადასხვა ერთნაირები არა. პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ჩვენ ხო ერთნაირები არა ვართ. შეხედე, შეიძლება რომ ვაშლები და მსხლები ერთმანეთს ადარო. უნგრეთია, საქართველოა. საქართველოში წარმატების ფორმულა შეიძლება ზუსტად იგივე არ იყოს, რაც უნგრეთში. მაგრამ წარმატების ფორმულა. ანუ თქვენც მიგაჩნიათ რომ არც ერთ ცალკე პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია იგივე ასე ვთქვათ კონსოლიდაცია არის საჭირო. ძალების კონსოლიდაციაში რას გულისხმობ? შეხედე, ძალების კონსოლიდაციაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ მაქსიმალური დამთხგუნავი უმრავლესობა ჩვენ მხარეს ვინც არის არჩევნებზე. ისეთი რომელიც რაოდენობაც არ ყალბდება. ეს არის გაერთიანების და კონსოლიდაციის საკითხი. აქ მე დღეს მგონია რომ აი ამ პოლიტიკურ ველზე აუცილებელია რა თქმა უნდა ისევ ერთგვარი კონსოლიდაცია. აუცილებელი არა გაერთიანება. არა რაღაცა. კარგი, აი კონკრეტულად მითხრა რის გარშემო კონსოლიდაცია არჩევნების გარშემო და ეხლა ოპოზიციამ როგორ ერთიანი ფრონტით, აი რა განაცხადი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ ჩვენ ვემზადებით 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებით და აი რას შემოგთავაზებთ განსხვავებულს იმისგან, რასაც ახლა ვაკეთებთ. აი როგორ წარმოგიდგენთ? თქვენ ხომ გქონდათ ხო სხვადასხვა ეტაპზე გქონდათ მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ლელოს გქონდა საკუთარი ხედვა ამ თემასთან დაკავშირებით, ხომ? მათ შორის იყო სხვადასხვა ფორმით გაერთიანება, ქართული ქარტია, თანამშრომლობის მცდელობა, ხო გახარიას პარტიასთან. შემდეგ უკვე სახალხო პარლამენტის იდეა არსებობდა, რომ რაღაცნაირად ხელისუფლების ალტერნატივა შექმნილიყო. აი ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ამბობთ, რომ კონსოლიდაცია აუცილებელია წარმატების მისაღწევად, აი მითხარით, თქვენი ფორმულა როგორია? ძალიან დიდი მადლობა ამ ჩამონათვალისთვის, იმიტომ რომ ხო აი ეგ არის სწორი ამბავი, ეგ აღნიშნავს კიდევ ერთხელ იმას უსვამს ხალხს, რომ ყველა ჯერზე ჩვენ ქონდა მცდელობა. ყველაფერი გავიღეთ იმისთვის, რომ აი ის ფორმულა მიგვიღო, რა ფორმულაც არის ჩემი აზრით გამარჯვების ფორმულა. აი ხაც ეს არის, ანუ ბევრი ადამიანის მობილიზება ალტერნატივის გარშემო. საარჩევნო პროცესში. არა სხვა პროცესში, არამედ საარჩევნო პროცესში. ქუჩაში საჭიროა მუხტი საჭიროა, დემონსტრაციები საჭიროა, მარშები საჭიროა. ოღონდ მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოვიპოვოთ არჩევნები. შემდეგ გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში
დავიცვათ ეს არჩევანი და მე გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. აი ფორმულა მარტივი. მოვიპოვოთ არჩევნები. დავიცვათ არჩევანი და გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. ეს არის მარტივი ფორმულა. რა პოლიტიკანური კონფიგურაციებია ამის ქვეშ, როგორიც გინდათ, ამაზე მზად ვართ. აი პირდაპირ ვამბობ, ძლიერი საქართველოს ყველა ლიდერი მზად ვართ, რომ ღამეები ვათენოთ თელ ოპოზიციასთან, ამაზე ლაპარაკში, ამის გამოწვევაში, რა შეიძლება მოდელი. ის ურთიერთობა, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა საქართველოს გადარჩენისთვის ჩვენ არა გვაქვს რაღაცა აი ეს პრობლემები, გადატვირთვების, გადმოტვირთვების, ძალიან არ მიყვარს ეგ ტერმინი. არავისთან იმ კონტრაში არა ვართ, არავისთან არ ვჭყობთ. ჩვენ გვინდა რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ანუ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, მოვაშოროთ ხელისუფლებიდან. გვესმის ამავდროულად, რომ ამაში საჭიროა ძალისხმევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთში ვილაპარაკოთ და სტრატეგიებზე შევჯერდეთ და აი ამ გზაზე შევჯერდეთ. არჩევნების მოპოვება, არჩევანის დაცვა და შემდეგ ამ ქვეყნის გადარჩენა. არჩევნები არის ამის ვილაპარაკოთ ყველასთან. არჩევნები არის განსაზღვრული შესაბამისი ასე ვთქვათ რიგითობით 2028 წელს, ხო, არ ვიცი, რაღა მოპოვება ჭირდება ამ არჩევნებს. მოპოვება ჭირდება იმას, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს არჩევნები მათ შორის იყოს ვადამდელი, სწრაფად მოხდეს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ამ ქვეყანას არჩევნები ჭირდება სწრაფად, ეს ცვლილება ჭირდება სწრაფად. სწრაფად ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ, რომ ის ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, არის დამაზიანებელი ქალბატონებმა. შეხედეთ, რატო არის დამაზიანებელი? იმიტომ დამაზიანებელი რომ ასე ვთქვათ, როგორც თქვით, ძალიან საინტერესო ტერმინი იხმარეთ, რომ კრიტიკული რაოდენობა, რომელიც დამთრგუნავი უმრავლესობა ოპოზიციას არ ყავს, ხალხს რომ მოიპოვოთ თქვენ სადაც ეს დამთრგუნავი საქართველოს მოქალაქეების ის აბსოლუტურად რაში ვლინდება შეგიძლიათ რეალურად ხელშესახებად მაჩვენოთ ეს მხარდაჭერა რაში გამოიხატება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქალბატონებმა ის უმრავლესობა რომელიც შედგება 800,000 პენსიონერისგან რომელმაც იცის რომ მეხუთეც მათი განახარჯების არ ყოფნის ის პენსია რომელსაც მათ სახელმწიფო აძლევს და ეს პოლიტიკური ძალა 15 წელია უკვე ამ ქვეყანას მართავს და ვერაფერი ვერ გააკეთა იმისთვის რომ 1/5-ის მეტი დაფაროს ჩვენი პენსიონერების დანახარჯების მათმა პენსიამ ის 300,000 ბავშვის მშობელი რომელიც შიმშილობს ქალბატონებმა რომელიც შიმშილობს სკოლაში მთელი დღის განმავლობაში იმიტომ რომ მის მშობლებს არ აქვთ ნახევარი ან 2 ლარი იმისთვის რომ ხაჭაპურის ფული მისცენ და ამ ბავშვების მშობლებს გუშინ უთხრეს რომ 100 და 150 ლარიანი ისინი უნდა იყიდონ რა ქვია ფორმები უნდა იყიდონ ფორმებში ლამაზად ჩაცმულები იქნებიან მაგრამ შივრები ამასთან ერთად მშიებს ემატება კიდევ მეორე ამბავი რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მსოფლიოში პიზას კვლევებით. საქართველოს მოსწავლეების სკოლის დამთავრების მერე შინაარსი ვერ გამოაქვთ საკითხულიდან, ანუ განათლებას ვერ იღებენ. ჩვენ სკოლებში ბავშვები შიმშილობენ და განათლებას ვერ იღებენ, სამაგეროდ ლამაზი ფორმები ეცმევათ. იმიტომ რომ ვიღაცის ახირებაა ესეთი. ახირების მიღმა კიდე კორუფციაა. თქვენ მიგაჩვენებთ რომ როგორც კი ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა რომ საკუთარი არჩევანის არჩევნო ყუთთან დააფიქსირონ, აუცილებლად ოპოზიცია მიიღებს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ აი ამ დამთრგუნავ უმრავლესობას. ანუ მანამდე მხოლოდ თქვენ უნდა გენდოთ სიტყვაზე რომ ყველა ეს ადამიანი ვინც უკმაყოფილოა ხელისუფლების ოპოზიციას უჭერს მხარს. ქალბატონებმა შეხედეთ პოლიტიკური პროცესი არის პროცესი, იმიტომ ქვია პოლიტიკური პროცესი. ამ პროცესში არ არის რაღაცა გარანტირებული ხმები ადამიანების რაღაცა პოლიტიკური ძალების მიმართ. ჩვენი სამუშაოა რომ მოვიპოვოთ ეს ხმები. ჩვენი სამუშაოა თქვენი მედიების სამუშაო რა ადამიანის სიმართლე და რეალობა დაანახოთ, რასაც ჩემი აზრით ძალიან კარგად აკეთებთ. ჩვენ შეიძლება ისე კარგად ვერ ვაკეთებდეთ ამ საქმეს, პოლიტიკური სპექტრი ჯამში ვიძახი, მაგრამ აი მაგალითად ძლიერი საქართველოს სწორ გზაზე ვდგევართ დიდი ხანია და ვამბობთ ამას, რომ ამ ადამიანებს კი, ამ ადამიანების არჩევანი მოპოვებადია. ადამიანების რომლის შვილებსაც შეათ ქალბატონებმა და 15 წელია პერსპექტივას ვერ ხედავენ, რა თქმა უნდა, მათი ხმები მოპოვებადია, იმიტომ რომ მათ ალტერნატივა ჭირდება თამაში ცხოვრება. პენსიონერებსაც, სოციალურად დაუცველებსაც, იმ ადამიანებსაც, რომელსაც ცხოვრება გაუძვიდა 30% უკანასკნელი რამოდენიმე წლის მანძილზე, იმ ადამიანებსაც, რომელიც ვეღარ ცხოვრობენ საქართველოში მილიონზე მეტი არიან, ინფლაციის ჯოჯოხეთის გაჭირვების გამო ამ ქვეყნიდან გაიქცნენ მილიონზე მეტი არიან ვინც წავიდნენ ბოლო 10 წელიწადში ყველა ამ ადამიანს უნდა ალტერნატივის დანახვა და კი რა თქმა უნდა გარანტირებული არ არის არ მენდოთ სიტყვაზე უბრალოდ მომისმინეთ რას ვიზა მე ირაკლი კუპრაძე ბადრი ჯაფარიძე გრიგოლ გეგელია სხვები და სხვები რას ვიზამ მათ შორის რას ვიზამენ სხვა ოპოზიციონერები ეხა არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ მაგალითი დავინახეთ ჩვენი მეგობარი მოძმეერის როგორ შეიძლება
დამარცხება დიქტატურის, როდესაც ხალხის ხარდაჭერა გახდა რეალური ალტერნატივა დაანახე. ამას ზურას მოვისმინე ჯაფარის კომენტარი, ჩემი აზრით, სწორი მათ შორის, რომ მაგიარმა მანამდე მოიგო არჩევნები, ოღონდ არც ზურამ, არც მაგიარმა და არც ორბანმა არ იცოდნენ, რომ მანამდე მოიგეს არჩევნები. არჩევნების დღეს გაარკვიეს ეს. და კი ყველა ესეთ არჩევნებს, ანუ გადამწყვეტ, შეხედეთ, ეგზისტენციალურ არჩევნებს, რომელიც ცვლის ქვეყნის ბედს, გადაარჩენს ქვეყნის ბედს, ესეთი არჩევნები წყდება მანამდე. და ჩვენც ეს უნდა გავაკეთოთ. სალომე ზურაბიშვილის თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდა ახლა სალომე ზურაბიშვილს აი საკუთარი ირვანდელი პოზიციის, წინამდებარე პოზიციის შეცვლა არჩევნებთან დაკავშირებით და როდესაც თქვენი გენერალური მდივანი საუბრობს იმაზე, რომ სტრატეგიულ ბრძოლას უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციური ფლანგიო, აი რას გულისხმობთ, რაიმე მიდგომების შეცვლას? ანუ აპირებთ რომ დაარწმუნოთ ეს დანარჩენი ოპოზიცია. არასდროს არ დაგვინებებია თავი დარწმუნებაში ჩვენი კოლეგების და ქართული საზოგადოების იმის რწმენაში, რაც ჩვენია. არის ჩვენ გჯერა. მათ შორის მედიიდან საუბრით და მათ შორის პირადი შეხვედრების გაქვთ კიდევ აი ამ ჯერ არ გქონია არავითარ პირადი შეხვედრა, მაგრამ ყველა ფორმატში. მე მაგალითად ეხა დღეს იყვნენ ხო აგერ ვაიმარის ფორმატის ხალხთან ოპოზიციონერი, ჩვენ გრიგოლი იყო, გეგელია და იქაც იყო ამაზე საუბარი. სულ იქნება ამაზე. ეგ პრობლემა არ არის, ეხა შეხვედრა, არ შეხვედრა, ხმას მივაწვდენ ერთმანეთს, მაგის პრობლემა არ არის. მაგრამ საჯაროთაც ვიტყვით თქვენი ეთერითაც და ყველა სხვა ეთერიდან. რომ ეხა მნიშვნელოვანია ის, რაც ირაკლიმ თქვა, მაგას გულისხმობს. რომ აი ამ ფორმებზე ჩამოვყალიბდეთ, ამ სტრატეგიაზე ჩამოვყალიბდეთ, რომ მოვიპოვოთ არჩევნები. მე დავიცვათ ქართული საზოგადოების არჩევნების აი ცნობილი ფრაზა მინდა გაგახსენოთ, რომ ის რითაც უნგრეთმა მოიგო არჩევნები, ჩვენ გვაქვს ამ ოპოზიციური ცხრიანის სტრატეგიაში დეტალურად გაწერილი. ანუ ალბათ თამარის ეგ ფრაზა დაწერილი, არ წაკითხული მაქვს, არ ვიცი, არ მინახავს ეგ. წაკითხული მაქვს ეს დოკუმენტი და სტრატეგია არ არის თქვენთვის, ასე ვთქვათ, დამაჯერებელი გამარჯვების ფორმულა. არ მიგაჩვენოს დამაჯერებელი გამარჯვების ფორმულა, რა მანიაკები კი არა ვართ, რა ერთად ვიქნებოდით ყველანი. არა, არ მიგვაჩნია რომ ეგ არის დღეს ის გამარჯვების ფორმულა, რაც იქ წერია, მაგრამ ვიცი რომ ერთად შეგვიძლია, ყველას ერთად შეგვიძლია მეტი, მათ შორის ჩვენს გახარიას გუნდსაც, რა ქვია, ალიანსსაც, სხვებსაც, ანუ საქართველოს საზოგადოებას პირველ რიგში ხალხო. ჩვენ უნდა მომსახუროთ ამ საზოგადოებას დღეს და გამოვგლიჯოთ ამ კლანჭებიდან, რითიც ივანიშვილი ჩაალბო. ხო ხედავთ, გვიანი აბსოლუტიზმი დაიწყო. ხალხო, გვიანი აბსოლუტიზმი დაიწყო ამ ქვეყანაში. კაცი სახლის თავზე ცასკეტავს უკვე ამ მდგომარეობაში ვართ, ხო? პარლამენტში უწყინარი პირდაპირ გუშინ იყო, აი რა ვიცი ხა, ესეთი კორექტული, როგორი კორექტულიც ბატონი შარაშიძე იყო გუშინ პარლამენტში და ძალიან ისეთი კომპეტენტურად, ხო, აი ხა პოლიტიკური კონკურენტები არიან. ჩვენ გქონდა საუბარი, მათ შორის ჩვენ ჩატში და ვილაპარაკეთ, რომ აი რა სწორი კითხვები დაუსვეს, როცა ინტერპელაციის კითხვები ვნახეთ. ფორმატს ბატონი გიორგის, ჩემგან თუ ბევრ სხვისგან განსხვავებით, ხო, მე შეიძლება მეტად ემოციური ვარ, იყო აი წყნარი მშვიდი იდგა ტრიბუნაზე. ხო ნახეთ რა ministres interpelatsias. ხო ნახეთ აი ამ რაღაცა გაცხოველებული ხალხის კაკანი, ჩვეულებრივი, ღრიალი და ყეჟინა. იმიტომ რომ განსხვავებული, ხო ხედავთ რა ფსიქოსში არიან, რომ განსხვავებული აზრს ვეღარ ისმენენ. ანუ ეგ ნიშნავს რომ ქვეყანაში დაიწყო გვიანი აბსოლუტიზმი. ივანიშვილის გუნდმა ყველაზე კარგად იცის რომ ის უმცირესობაა. ოღონდ მისი მთავარი საყრდენი ეს არის ქალბატონებმა, რომ წარმოაჩინოს რომ არსებობს ორი პოლუსი, თანაბარი, რომ რაღაცა კონსერვატორები, რაღაცა ისინი რა ქვია ლიბერალები, ეს რაღაცა მოსკოვში მოგონილი თავიდან ბოლომდე თან ეხაც არა, ადრე მოგონილი, იმპერიის დროს მოგონილი მოსკოვში ბინძური პროპაგანდა, რომ აი ესე და ის ჩვენ ოჯახისკენ ვარ და ის ოჯახისკენ არ არის, რა ოჯახისკენ არიან ეგ ოჯახაშენებულები. მართლა ქართული ხალხის რა ოჯახისკენ არიან, ხალხო გამაგებინეთ. ეს არის ქვეყანა, სადაც რა ვიცი, პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც პატარა ბავშვებზე ძალადობდა სექსუალურად. და ისინი არიან ოჯახის დამცველები, კაცო. ვაზუსტებ სხვა თემაზეც მინდა გადავიდე აუცილებლად, ანუ როდესაც ამბობთ, რომ სტრატეგიულ ბრძოლას უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციური ფლანგი, გულისხმობთ 2028 წლის არჩევნებისთვის მზადებას? არა, აი რა ფორმულაც გითხარით, ამას გულისხმობ. არჩევნის მოპოვება, არჩევანის დაცვა და შემდეგ ამ ქვეყნის გადარჩენა. აი ეს არის სტრატეგიული ბრძოლის გზა. ეს არჩევნები შეიძლება მოპოვოს მანამდე, ეს არჩევნები შეიძლება იყოს 28-შიც. ხელისუფლება უნდა ჩაგვაბაროს ივანიშვილმა. არა, მე მაგას არ ვამბობ, იმიტომ რომ არ მიჯერა, ეგ არის იდიოტიზმი.
ხელისუფლება ჩამაბაროს ივანიშვილმა, ეგ არის სისულელი, არ მჯერა მაგის. არ ჩაგვაბარებს ხელისუფლებას ივანიშვილი. ივანიშვილი ივანიშვილი იზავს იმას, რაც გაკეთო ორბანმა. მე რომ ვიყო მეორე ფლანგის ოპოზიციონერი, აუცილებლად კითხავთ, ეხლა იგივე სიტყვას გაკადრებთ იდიოტიზმს, მაგრამ იმის გჯერათ, რომ 2028 წლამდე არჩევნებს მომადამდელ არჩევნებს მოიპოვებთ. ივანიშვილი, დიქტატორი, ივანიშვილი ჩაგაბარებს ხელისუფლებას. მგონია რომ აბსოლუტური იდიოტიზმია. მაგრამ ივანიშვილს რომ მოუგოთ ხელისუფლება, ეს სამშაბით რეალური მგონია. არჩევნები როგორ უნდა მოიპოვოთ 2028 წლამდე? არჩევნები როგორ უნდა მოიპოვოთ ამ შემთხვევაში? შეხედეთ, ისევ მომდუր. აი რა გზები არსებობს, რა მექანიზმები არსებობს, რა წინაპირობა არსებობს. აი ადრე როცა ვიკითხებოდი ამის შესახებ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამბობდნენ რომ სანქციები იქნება ისეთი მკაცრი, რომ მოუწევს ქართულ ოცნებას უკან დახევა. იზოლაცია, არაღიარება იქნება ისეთი ძლიერი, რომ მოუწევს უკან დახევა. არც ერთი ნაბიჯი უკან, რასაც გავიგე, რაც მეკითხებით მაგნაწილის გარეშე. რა გითხრათ, შეხედეთ, ისევ იგივეს გავიმეორებ, რაც თქვი მანამდე. არჩევნები როგორ მოვიპოვოთ, ხო? ეს არის მთავარი კითხვა. არჩევნები როგორ უნდა მოვიპოვოთ და იგივე გზით, რა გზაც ჩვენ დავინახეთ ჩვენი უნგრელი მეგობრების მხრიდან. ანუ რა არის ეს გზა? გზა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის ალტერნატივის გარშემო. ალტერნატივა რა არის? ალტერნატივა არის ქართული საზოგადოების რწმენა, რომ აი ეს პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელსაც შევქმნით, რომელსაც დაინახავენ, არის მომგები ივანიშვილის რეჟიმზე და მომავალი ხელისუფალია. ბატონმა ხუხაშვილმა ძალიან სწორი ფრაზა თქვა. ივანიშვილს ხედავს ძალას. ივანიშვილი არის ძველი ყაიდის 90-იანების ოლიგარქიული ყაიდის ადამიანი. ესე ჟარგონზე რო თქვა, პაპანაძემ კაცია. ძალას ხედავს, ძალას თუ ხედავს, ის ძალას პატივს ცემს. სხვა რავის ივანიშვილი პატივს არ ცემს. ძალას ცემს პატივს. დასავლელებს მანამდე პატივს იმიტომ ცემდა, რომ ძალაა. ეხლა რუსეთის მხარეს დაინახა ეს ძალა ამ ომში მხარე უნდა ერჩა და რუსეთისკენ დადგა. ირანი ეგონა საწყალს იმას მის პრემიერ-მინისტრს აკოჩიალებდა იმასთან ერთად, ილხამ ალიევთან ერთად ეგეთ საცოდაობა მართლა ცხოვრებაში არ მიაყია. აი ისე ივანიშვილი თუ უზამდა. მაგას იმას ეგონა რომ ძალა იყო ირანში, აი რაღაც ალბათ ესა კაცრი რეჟიმი და ადამიანებს ჩამოხრჩობა, რავი, ალბათ რაღაც მოიწონა მაგაში და ძალას იქ აღარ აღმოჩნდა იგი ძალა. არც მოსკოვში არ აღმოჩნდა ძალა, ისევ დასავლეთში აღმოჩნდა ძალა, ხო? ესე არის. ძალა კიდე არის გარდა ჩვენი პარტნიორებისა გარეთ ხალხშია ძალა. ივანიშვილს ძალის შიგნით რისი შეეშინდება, ეს არის ხალხი. ხალხის ეშინოდა მაშინ, როდესაც ბევრ ხალხს ხედავდა დემონსტრაციებზე, ბოდიში ვიხდი ამას ვიტყვი. არ ეშინია დღეს, იმიტომ რომ არ თulis რომ ბევრი ხალხის მობილიზება ხდება, ბევრ ხალხს დაინახავს შეეშინდება. დაინახავს იმას, რომ ჩვენ ვახერხებთ კონსოლიდირებას და საზოგადოების გაღიძებას, ამისით შეეშინდება. რას ნიშნავს არჩევნების მოპოვება? კონსოლიდაცია ავტომატურად ნიშნავს ბევრი ხალხის მობილიზებას? არა, ქალტოემა, აი რაღაცა. ხო, ძალიან ისე ფართო რაღაცას ვამბობ და ხო მივდივარ ბევრი ხალხის მობილიზებაზე, ხო მივდივარ და მინდა რაღაცნაირად მაგ ხალხის შეეშინდება ივანიშვილს. მაგ ხალხი მოიპოვებს ვადამდელ არჩევნებს. ეგ ხალხი თუ ვერ მოიპოვებს ვადამდელ არჩევნებს, გაიმარჯვებს 28 წლის არჩევნებში. ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტყვის, რომ კმარა, რომელიც იტყვის, რომ აღარ შეიძლება ამაში ცხოვრება, რომელიც იტყვის, რომ ხო, აი აგერ არის ალტერნატივა და ამ ხალხს გავყვებით. აი ეგ არის რაც შეცვლის ხელისუფლებას. ამ ბრძოლაში უპრაძეს აქ ყველა არის აუცილებლად, ყველა არის მნიშვნელოვანი. ყველა პოლიტიკური მებრძოლი, აქტივისტი, ჟურნალისტი, ის ადამიანები, ვინც ვიცავთ ქართულ დემოკრატიას, ყველა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გასაგები, ყველა მნიშვნელოვანი, ყველა თანაბარია, მაგრამ ლელო ამბობს, რომ ზოგი უფრო თანაბარი, ხო, ცუდი შედარება, ცუდი პარალელია, მაგრამ ლელოს ასე გამოვიდა. ამ ბრძოლაში ლელო იქნება მთავარი მოწინავე ძალა, რომელიც შეიტანს მთავარ წვლილს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში. ეს არის ირაკლი კუპრაძის დღევანდელი განცხადება. ეს სხვათა შორის ამასთან ხო, რას ნიშნავს მთავარი მოწინავე ძალა? ვინ განსაზღვრა ან განსაზღვრავს, რომ ლელო იქნება მთავარი გამწევი ძალა ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ ამაზე ხომ მიცით, რომ აი მუდმივად არის ხოლმე უკმაყოფილება ოპოზიციაში, რომ ყველა თანაბარია და არ შეიძლება ასე გამოყოფა. გეთანხმები ამაში. ოღონდ რა ვიცი, ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელსაც გვინდა გამარჯვება.
რომ სრულით რომ ხო ჩვენ იმიტომ ვართ ლელოში ძლიერ საქართველოში და იმიტომ გავაკეთეთ ეს პოლიტიკურ რომ გონია რომ სხვებზე უპირატესობა გვაქვს. გონია რომ ხო რავი ეგრე ვიბრძვით ეს ბრძოლა ხო? ესეთი თამაშია პოლიტიკა. და ხო რავი ამაში კი გვაქვს პრეტენზია რომ ვიყოთ თავარი გამწევი ძალა. გვაქვს პრეტენზია იმიტომ რომ არ გადაგვიხვევია ამ სტრატეგიული ხაზიდან. არ გადაგვიხვევია ტალახი გუსროლიათ, მაგრამ არ გადაგვიხვევია. ჯიუტად ვაგრძელებდით იმ გზას რაც სწორი მიგვაჩნდა. გონია რომ დღეს აღმოჩნდა რომ ეს გზა სწორია. გონია რომ ეხა დროა რომ არა გოდიშები მოვითხოვოთ ერთმანეთისგან. არამედ მივესალმოთ ერთმანეთის სწორ პოზიციაზე დადგომას და ეხა ვიფიქროთ როგორ გავიმარჯვოთ ამ გზით. აი ეს გონია სწორი. ამ საქმეში გონია ძლიერ საქართველოში საკუთარი თავი გამწევი ძალა. კი გონია ხო ბატონო. ცალსახად ვართ და აი ეს თული მეც ირაკლის და სხვებით. ვართ, იმიტომ რომ აი ეს სწორი ხაზი გვეჭირა. ამას ვიცავდით. ბოლომდე ამას ვიცავდით. თუ ჩვენი კოლეგებიც ამაში შემოგვიერთდებიან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავისგან ბოდიშს არ ვითხოვთ თქო. განსხვავებით სხვა კოლეგებისგან, არც სალომე ზურაბიშვილისგან, არც სხვებისგან მივესალმებით ყველას, ვინც სწორ პოზიციაზე დადგება. რატომ მივესალმებით? იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტრი ვიქნებით, ვინც ვიბრძოლებთ ამ ალტერნატივის შესაქმნელად. ასე ვთქვათ, გამწევმა ძალამ რაღაცნაირად რომ არ იყოს პასიური მოლოდინის პოზიციაში რომ არ იყოს, არ გინდათ რომ აი რაღაცა თქვენ თავად ამბობთ რომ დრო არ ითმეს აუცილებელია ოპოზიციის კონსოლიდაცია. რა გვეთყობა პასიური? ამ ჭრილში არ გულისხმობ, მე ვგულისხმობ უფრო პროაქტიულ კომუნიკაციას, უშუალოს, ანუ სანამ ამორჩევოს დაელაპარაკებით, სანამ ამორჩევოს რა მნიშვნელობა აქვს? აგერ კომუნიკაცია, კამერა ჩვენს წინ ჩართული, აქედანაც ვეუბნები. მივესალმებით ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც თulis, რომ სწორი გზა არის არჩევნების მოპოვება, მე არჩევანის დაცვა და ასე ამ ქვეყნის გადარჩენა. ყველას გეუბნებით. ყველან ჩემი მეგობრები, ნაწილი მეგობრები ზოგი არ არის. არავისთან ურთიერთობა არ მიჭირს. ამასაც ვიზამთ თუ თქვენ აი ამ ნაწილში ამ თქვენ ინტერესას იმას ვიზამ რა ქვია, დავაკმაყოფილებ ხო? ამასაც ვიზამთ ყველაფერი არ ითმეს რომ ხო პირდაპირ ლაივში ვეუბნები ყველას კიდევ ერთხელ. რომ ეხა მნიშვნელოვანია რომ ბევრი დრო გავატაროთ იმაზე, რომ სწორი ალტერნატიული განცხადა აი მოდი ხვალ რომელიც გადის არჩევნებზე. ხო, მოდი ხვალ დავსწრეთ ამაზე დავილაპარაკოთ. ხვალ 6 საათზე დავთქვა შეხვედრას თქვენ 5 საათზე მაგალითად ან დრო ითმეს, თქვენ ფიქრობთ რომ ამდენი დრო გაქვთ ოპოზიციას იმისათვის რომ აი ეს კიდევ ცალ-ცალკე საჯარო განცხადებებით ელაპარაკოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ რასაც ახლა ვხედავთ ძირითადად არის მედიაში თუ სოციალურ მედიაში ურთიერთ კრიტიკა და ერთმანეთისთვის დაშვებული შეცდომების გახსენება. თაზო რა ურთიერთ კრიტიკა მოისმინეთ, ვინმე დავამონათე, ვინმეზე ვთქვი რომ ბოდიში მომიხადოსო, არა, რაღაცა ფაქტებს რო ვიხსენებ, ახლა ამის ნება მომეცით, რომ რაღაც პოლიტიკური დისკუსიის დროს, როდესაც თქვენ რაღაც კითხვებს მისვენ, რაღაცა გავიხსენო, უახლეს პოლიტიკურ წარსულიდან ამის ნება მომეცით, ისე რომ არ ჩავთვალოთ, იმიტომ რომ არ არის ეგრე, რომ რაღაცა ვიღაცების დამონათება ჩემი საქმე და ზოგადი განცხადებები და არანაირი კონკრეტული ნაბიჯი იმისათვის, რომ რაღაცა როგორც ამბობთ, ეს კონსოლიდაცია მოხდეს ოპოზიციის სტრატეგიულ კონკრეტულ ნაბიჯს. რა მე მიკითხებით ახლა მე გინდათ გაგიწეროთ ახლა სტრატეგიული გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიცია არა არც მე არა ვიღებ ახლა პასუხისმგებლობას თაზო ნამდვილად მე მხოლოდ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რა მოგეწონათ და თქვენ როგორ ხედავთ არა თქვენი არ მომეწონა რომ შეფასება არა თაზო უკაცრავად შეფასება რომ გავაკეთო უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა მიიღო უბრალოდ მიჭირს ანუ ვერ მივიღეთ თქვენგან კონკრეტიკა რომ აი ამ ზოგადი მოწოდებების გარდა აპირებთ თუ არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ხო და რას რა უნდა იყოს თქვენი აზრით პოლიტიკოსი რა არის პოლიტიკოსი ჩემო ისევ ვცდილობთ რომ პოლიტიკოსის ველზე აი იცით რა უნდა იყოს კომუნიკაცია უშუალო გამორჩეველთანაც და თუ ვინმე სვრის რომ შესაძლებელია მისი თანამებრძოლი გახდეს ეს კომუნიკაცია ანუ გაქვთ რაიმე ფორმატი არსებობს არასდროს არ შეგვიწყვეტი ოღონდ კიდევ ერთხელ თქვენ გინდათ რომ ისო რაღაც პოლიტიკანურ დისკუსიაში ჩამითრიო და აუცილებლად მათ თქმა უნდა ვინ პოლიტიკურ კოლეგებთან მაგრამ მე გეუბნებით რომ ქართულ საზოგადოებასთან ამ თემაზე ლაპარაკი არასდროს არ შეგვიწყვეტია. არასდროს. აი არც ერთი წამი. ჩვენ გვაქვს საჯარო შეხვედრები, არასაჯარო შეხვედრებით, რომელიც მართლაც ჩვენი საინფორმაციო გამოშვება გასაგებია. ჩვენ ყოველთვის ამაზე ველაპარაკებით. არ დაგაგზალებთ თქვათ იმაზე მეტი, რისი თქმაც თქვენ არ გინდათ, უბრალოდ მითხარით, უბრალოდ გამოგივიდეთ ეგამბოლი. უბრალოდ ის თქმაც არ მინდა უბრალოდ არ გეტყვით. ხო, ნუ იტყვით, თავარია რომ თქვენი ასე ვთქვათ პროცესი არ დავაზიანოთ და სტრატეგია არ დავაზიანოთ. ანუ არსებობს ჯერ კიდევ აი ამ ერთგვარი
არ ვიცი, გახლეჩილობის მიუხედავად, ну სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნის მიუხედავად. ჯანსაღია იყოს. ხო, ჯანსაღია, თუმცა მიგაჩნიათ, რომ ერთად უფრო მეტ შეძლებთ. ანუ ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს. ერთი წუთი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არჩევნებით უფრო მეტ შევძლებთ. არჩევნებისთვის მომზადებით, არჩევნების მოპოვებით, არჩევნებში გამარჯვებით, უნდა მოვიპოვოთო და ერთად უნდა მოვიპოვოთო. ერთად უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. კონფიგურაცია ბოლოში შეიძლება არ იყოს რაღაც ერთიანი დიდი. შეხედე, ქალბატონებო, ამიტომ ვიმეორებ და არ გინდათ რომ დავამთავრებინოთ ეს ფრაზა. მაგი არის და უნგრეთი არის უნგრული ამბავი. ჩვენთვის იქიდან თავარი გაკვეთილი რა არის? თავარი გაკვეთილი არის, რომ მძიმე რუსეთისგან მხარდაჭერილ ავტოკრატიას, რომელსაც მხარს უჭერს კიდე მეორე მხრიდან შეერთებული შტატები დღემდე არ მესმის. რატომ არა მხარს უჭერს? ამის წინააღმდეგ საარჩევნო გზით გამარჯვება არის შესაძლებელი. და ამ გამარჯვების საწინდარი არის ალტერნატივის დანახება ბევრი ხალხისთვის, რომელსაც აღარ უნდა დიქტატურაში ცხოვრება. დამიჯერეთ, ხო ძალიან კარგად იცით ქალბატონებო. ქართული ხალხს ხო ძალიან კარგად იცნობთ. ხო იცით რომ ამ ხალხს დიქტატურაში ცხოვრება არ უნდა და ყოველთვის იბრძოლებს ამ დიქტატურის წინააღმდეგ. და ეს ხალხი ითხოვს სულელებას. არ ითხოვს ახლა რა მეტი კონკრეტიკა, კაცო. კონკრეტიკა არის, ამ ხალხის პრობლემებზე ლაპარაკი. კონკრეტიკა არის პერსპექტივას თან და დავანახოთ თუ ვერ ხედავს დღეს. ხო და რატომ ვერ აჩვენებთ? მითხრა რატომ ვერ აჩვენებთ? არ ვერ ხედავს რაც არის ეს რეალური ცვლილებების ალტერნატივა და ხალხი არის დაუნახავი და ვერ ხედავს თუ თქვენ ვერ აჩვენებთ? ხალხი მომუნათო გინდა? არა, თქვენ ვერ აჩვენებთ. რატომ ვერ წარმოაჩენთ? რაღაც აი გონია რომ რაღაცა ნაწილში არ მისმენთ ხოლმე. ფრაზა ხო იმით ჩვენ ლაპარაკი ხო უნდა ვაჩვენოთო? კაცო, ჩვენ ლაპარაკი ხო იმით დავიწყე რომ ჩვენ ძალისხმევას ძალიან კარგად მესმის აბსოლუტურად ძალიან კარგი აქმის და რა ვიცი ჯერჯერობით კადრების უნარიც მაქვს ხოლმე დაიმა ხო რაც გითხარი ეგ ხოლმე გავხსოვდეს კაცო გითხარი დასაწყისში რომ ხო ანუ თქვენზე ხო ანუ აი მაგალითად მოგიყვანე ჟურნალისტებს რომელიც კარგად აკეთებთ თქვენ საქმეს თუ ჩვენ რაღაცები კარგად ვერ გავაკეთეთ იმიტომ დადგა შედეგი 24-ში რომელიც დადგა ჩვენ მერე შეცდომები დაუშვით შეცდომა იყო თვითონ მაგალითად ერთ-ერთი ბოლო თვითმმართველობის საჩვენებაში არ მონაწილეობა შეცდომა იყო ალტერნატიული პარლამენტი რომელიც შემოთავაზებაც ჰქონდა იმაში არ გაწევრიანება და იმის ქილიკი შეცდომა იყო თული შეცდომა იყო ბევრი რამე ჩვენც გქონია ეს შეცდომები ამაზე შემიძლია ვილაპარაკო თქვენ გონებთ რომ კომპლექსი მაქვს შეცდომებზე ლაპარაკი ის ხო რა თქმა უნდა ვერ დავანახეთ ქართულ საზოგადოებას ის ალტერნატივა რომელიც გამოიყვანდა ყველას ვისაც არ მოწონს ივანიშვილი კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს უმრავლესობა ვართ ჩვენ იმ ხალხს ვისაც არ გვინდა აი ამ პროვინციულ ავტოკრატიაში ცხოვრება ოღონდ ვერ მოვახერხეთ ამის მობილიზება 24-ში ეხლა უნდა მოვახერხოთ არ უნდა გვეძინოს ამით უნდა ვცოცხლობდეთ ამით ცხოვრობთ ჩვენ ძლიერ საქართველოში დარწმუნებული ვარ რომ მიუხედავად წინა შეცდომებისა ასე უყურებენ სხვა პოლიტიკოსები თქვენ კითხეთ ახლა რატო გააკეთა რატო შეცვალა პოზიცია საუბრ ჯურაბიშვილმა რა იმიტომ რომ პოლიტიკოსია და დაინახა სწორი პოზიცია ეხლა რა ვქნა ამის გამო დავაყენებინაზე რა ქვია სკამზე და ვეძახო რა ეხლა ბოდიში მოიხადე თორე შენი პოზიცია არ ჯერა არა ჯერა რომ ეხლა ქალბატონ საუბრობს ჯურაბიშვილი არის გულწრფელი როდესაც სამოსო არჩევნების გზით გადისო იმიტომ რომ ის ხედავს სწორგზას აქ და უნდა რომ აქ დადგეს და ეს არის კარგი სწორია კი ბატონო, ანუ აღმოჩნდა რომ თქვენ და სალომე ზურაბიშვილი ისევ ერთ პოლიტიკურ მხარეს აღმოჩნდით ამ კონკრეტულ შემთხვევაში. კი, აქ ეგრე გამოვიდა. ჩვენ ოპოზიციაზეც ვიდექით, ქალბატონო ზურაბიშვილმა იგივე თქვა და მივესალმებით ამას. მივესალმებით, ქალბატონ სალომეს პირადადაც ვეთქვი ამას. სხვა კოლეგებიც ვინც ამას გაიმეორებს, მათაც ამას ვეთქვი. შევეცდები მათ შორის პირობას გაძლევთ ქალბატონო, რომ არ წავიდეთ აქედან ისე რომ თქვენ აი ეს რაღაცა კონკრეტიკის მიღების არა, უკვე კარგია, შეცდომების აღიარების ნაწილი უკვე საინტერესო იყო მათ შორის ის რომ პარლამენტის ბოიკოტი, საპარლამენტო ბოიკოტით იყო დიდი შეცდომა. ეგ არ მithქვამს ქალბატონებმა არც ერთ ეტაპზე ეხლა რომ საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. არა, ძალიან ბევრი შეცდომა ჩამოთვალეთ. თვითმმართველობის არჩევნებზე არ გასვლა შეცდომა იყო თქო. თუ მე უნდა პარლამენტის ბოიკოტი რომელსაც მანდატები დავთვეთ, ეგ არ იყო შეცდომა. იმიტომ რომ მაგან გამოიწვია ქართული ხალხის შეხედე მან რა არის მნიშვნელოვანი აი კითხვა არის ეგ რა. ჩვენ მოვახერხეთ რომ მაგ ნაბიჯით რომ თელმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ გადავაბიჯეთ ჩვენ პოლიტიკურ ამბიციებს დავთმეთ მანდატები არ მივიღეთ ის მოცემულობა იმიტომ რომ ის მოცემულობა სინამდვილე არ იყო და ამითი ბოლო ლიმიტამდე მივიყვანეთ ეს რეჟიმი. ქართულმა ხალხმა აი დამთმούμელმა უმრავლესობამ დაინახა, ბოდიში დავასრულოთ შევ. დაინახა რეალური სახე ივანიშვილის რეჟიმისთან და შეცდომა დაუშვით, როდესაც აი ამის კაპიტალიზება არ მოახდინეთ თვითმმართველობის არჩევნებზე. მან შეცდომა დაუშვით. თორე ის რომ ბოიკოტში წავედით და თელმა მსოფლიო და საქართველოს ნახა, რომ ეს არის რუსული პროვინციალური ავტოკრატია, რომ ამაში ამ კაცს ყველაფერი მიზანი სხვა, რაზეც სხვაზე ლაპარაკობდა, მანამდე შეფარული ქონა
მათ შორის ღირსებით ევროპისკენ სიარული ყველაფერი ეს ტყუილი იყო, ეს დაინახა. და ამის კაპიტალიზება მე არ მოვახდინე თვითმმართველობის არჩევნებზე. შარაშიძე შეკითხვები მოგეწონათ მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის პროცესზე. კი, კარგი შეკითხვები, ანუ სწორი თქვენს გქონდათ ამის შესაძლებლობა? არ გამოიყენეთ. არ გამოვიყენეთ, იმიტომ რომ უფრო დიდი რამე მოვიპოვე. რა? რაც აი ხე გითხარით ზუსტად რამოდენიმე წამის წინ. კი ბატონო.